ავტომობილების სოფლის მეურნეობის სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის რეალიზატორმა კომპანია ASP Group-მა საქმიანობა შეაჯამა. კომპანიის წარმომადგენლებმა კახეთის გზატკეცილზე მდებარე ახალ ფილიალში პარტნიორებასა და მოწვეულ სტუმრებს 24 წლიანი საქმიანობის შესახებ სიახლეები და სამომავლო გეგმები გააცნეს. ღონისძიებას ჩვენი ჟურნალისტი ნინი გიგიშვილი ესწრებოდა. კომპანიის შესახებ მეტ დეტალს სწორედ მისი სიუჟეტიდან შეიტყობთ. გიტოვებთ ამ სიუჟეტს და გემშვიდობებით. 24 წელი ქართულ ბაზარზე ავტომობილების სოფლის მეურნეობის სამშენებლო და სპეციალური დანიშნულების ტექნიკის რეალიზატორი კომპანია ASP Group-ი თითქმის საუკუნის მეოთხედის ისტორიას ახალ ფილიალში აჯამებს. პარტნიორების, მეგობრების, გულშემატკივრებისა და მხარდამჭერების მასპინძლობა სწორედ კახეთის გზატკეცილზე დაიგეგმა. სამომავლო გეგმები კომპანიაში 25 წლის თავისთვის არაერთ მიმართულებას მოიცავს, თუმცა წლების წინ მხოლოდ იდეა, პატარა ოფისი, რამდენიმე თანამშრომელი და საქმის ერთგულება იყო. შრომას შედეგი ეტაპობრივად მოჰქონდა. დღეისთვის კომპანია საქართველოში სატვირთო და საინჟინრო ტექნიკის რამდენიმე საერთაშორისო ბრენდს წარმოადგენს და მომხმარებლებს არა მხოლოდ პროდუქციას, არამედ სრულ სერვისსაც თავაზობს. თუ წლების წინ ASP Group-ის ამბიცია ბევრ სარისკოდ მიაჩნდა, წლების შემდეგ მრავალპროფილურ ბიზნესად ქცეულმა დაამტკიცა, რომ ქვეყნის ერთ-ერთი სანდო კომპანიაა. 24 წელია ASP Group-ი საქართველოს ავტომობილო ბაზარზეა. დღეს ჩვენს ახალ შოურუმში კახეთის გზატკეცილის 69-ში წარმოდგენილი გვაქვს თანამედროვე მოდელები. ASP Group-ი პასუხობს თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს. ჩვენ სტუმრებს დღეს გავაცანით როგორც დიზელის, ასევე ახალი ელექტრომობილები. ეს გახლავთ როგორც კომერციული, ასევე კომუნალური სამშენებლო ტექნიკა. ასევე დღეს ჩვენ სტუმრებს ვესაუბრეთ ჩვენს ტექნოლოგიებზე, ახალ მიღწევებზე, ახალ გეგმებზე და ასევე სერვისულ მომსახურებაზე, რომელიც ამ ახალ ტექნოლოგიებს თან ახლავს და იმ გამოწვევებზე, რაც ამ სერვისულ მომსახურების გაწევასთან არის დაკავშირებული. 24 წლიანი გამოცდილებით 14 ფილიალით 70-ზე მეტი საერთაშორისო პარტნიორით და 100-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომლით ASP Group-ის ამბიცია ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით წარმატების მიღწევის ამბიციას აფიქსირებს. ზრდის სურვილთან ერთად ხარისხის შენარჩუნება ამ წლების განმავლობაში პრიორიტეტებში ყოველთვის იყო. შედეგიც შესაბამისია. ASP Group-ი ISO 9001-ის ხარისხის მართვის, ISO 14001-ის გარემოს დაცვისა და ISO 45001-ის შრომის უსაფრთხოების სერტიფიკატებს ფლობს, რაც ამ სფეროში საქართველოს ბაზრისთვის იშვიათ პრაქტიკად ითვლება. ხარისხთან ერთად კომპანიაში პარტნიორებისთვის სასურველ შეთავაზებებზე ზრუნვასაც მნიშვნელოვნად მიიჩნევენ და არც ტრადიციული საახალწლო დღესასწაულები იქნება წელს გამონაკლისი. შავი პარასკევისთვის განახლებული შეთავაზებები და აქციები უკვე დაიწყო. სიახლეები ანონსდება საახალწლოდაც. მინდა თამამად განვაცხადო, რომ ASP Group-ი იქნება პირველი კომპანია საქართველოში და ლიდერი კომპანია საქართველოში, რომელიც ბაზარზე 2026 წლიდან შემოიყვანს ელექტრომობილებს სპეცდანადგარებით, მათ შორის კომუნალური ტექნიკით, რაც რა თქმა უნდა ქვეყანას გადაიყვანს ეკოეფექტურ სტანდარტებზე. ასევე მინდა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდო ჩვენს მომხმარებელს. ჩვენთან უკვე დაწყებულია შავი პარასკევის აქციები და რა თქმა უნდა, არა მარტო შავი პარასკევს, არამედ საახალწლო და ჩვენს ძვირფას მომხმარებელს თავაზობ ძალიან საინტერესო და კარგ ფასდაკლებებს. ზრდასთან ერთად ASP Group-მა სოციალური პასუხისმგებლობაც გააფართოვა. სატრანსპორტო პარკი ელექტრომანქანებზე ეტაპობრივად გადაეწყო. ენერგომოხმარების შემცირებისთვის კი 2024-ში კომპანიის შენობაზე 100 კილოვატ-საათის სიმძლავრის მზის ელექტროსადგური დაამონტაჟეს. მე გახლავართ კომპანია GSG Buildings-ის დამფუძნებელი, რომლებიც ვაწარმოებთ საამშენებლო სამუშაოებს. ჩვენ დიდი ხანია თანამშრომლობთ ASP Group-თან. განსაკუთრებით თანამშრომლობთ თვითმფრინავების მიმართულების ნაწილში. მოკლედ ძალიან კმაყოფილები ვართ მათი მომსახურებით. 24 წლიანი ისტორიის და მრავალფეროვანი პორტფელის ASP Group-ი ტექნიკის მიმწოდებელ კომპანიასთან ერთად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდასაჭერად, ბიზნესებისთვის სანდო პარტნიორად და სექტორის სტაბილურობაზე ორიენტირებულ მოთამაშედ ჩამოყალიბდა. სერვის ცენტრები თბილისში, ქუთაისში და ფოთში. ჯამში 7 სერვის ცენტრს, ქუთაისში კიდევ ერთი შეემატება და სამომავლო გეგმებში ინოვაციების დანერგვა, საერთაშორისო გამოცდილების ათვისება და ეკომეგობრული ტექნოლოგიების გავრცელება ხდება.